საღამომშვიდობისა ვიწყებთ იმედი ლაივს გიორგი ფუტკარაძესთან და მაგდა ანიკაშვილთან ერთად. გამარჯობა, მთავარ ამბებს გიყვებით ისე როგორც არავის სხვა. 26 ოქტომბრის არჩევნები იყო სამართლიანი და იდეალურად ორგანიზებული. რადიკალების სპეკულაციას ეუთოში შვეიცარიის დელეგაციის ხელმძღვანელმა წერტილი დაუსვა. უმისამართო შიმშილობა, სტადიონის მოთხოვნა მერიისგან და დაკარგული გამარჯვების გეგმა ოპოზიციაში ტრადიციულად ქაოსია. ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, ბრალდებები და შეურაცხყოფა კონკრეტულ კითხვებზე პასუხების ნაცვლად გახარიას თავდაცვა, რომ ამჯერადაც ვერ უძლებს კრიტიკას დამტკიცდა დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე. დისტანციური გამოკითხვისას შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს მილიონი კვადრატული მეტრი მიწის დაკარგვის შესახებ რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აღმოაჩნდა. ადრე ამბობდა, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებდა, ახლა ამტკიცებს, რომ კონტროლს ოკუპანტები ახორციელებდნენ. საკუთარ არგუმენტებში დაკარგული გახარია დღეს ტყუილში რამდენჯერმე ამხილეს. ერთ-ერთი საკითხის საგუშაგოს ჩადგმამდე ჩორჩანაში არსებული ვითარება იყო. ყოფილი მინისტრის თქმით, მისი გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეების დაკავების შემთხვევებს მოჰყვა, რაზეც თეა წულუკიანმა სუსის ოფიციალური მონაცემები წარადგინა იმის თაობაზე, რომ დაკავების ფაქტებს ადგილი არ ჰქონია. გარდა ამისა აღმოჩნდა, რომ რისკები წინასწარ შეფასებული არ ყოფილა. გახარიამ ვერაფერი დაუპირისპირა ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებას, რომ უკვე 6 წელია ვეღარ სარგებლობენ იმ მიწით, რომელზეც წვდომაც საგუშაგოს გახსნამდე შეზღუდული არ ჰქონდათ. კომისიის წევრებს კითხვები ჰქონდათ 20 ივნისის მოვლენებთან, ოპოზიციის ოპერაციის დაგეგმასთან დაკავშირებით, რას აკეთებდა პარლამენტის შენობაში გერმანიის ელჩი, რატომ მართავდა პროცესს ყოფილი მინისტრი ლონჯარიას და მისი მოადგილის თანდასწრებით. არგუმენტების ნაცვლად აქაც ისმოდა პოლიტიკური თავდასხმები კომისიის წევრების მიმართ. დღესვე დადასტურდა ინფორმაცია გახარიას პარტიაში დიდი განხეთქილების შესახებ. საპარლამენტო მანდატების გაუქმების შემდეგ საარჩევნო სიიდან 8 წევრია ჩახსნილი. ამ სადამსჯელო ზომის მიზეზი სავარაუდოდ ლიდერთან დაპირისპირება გახდა. როგორც ჩანს, ამ კვირაში პლანეტების გადაადგილება პირდაპირ აისახა ოპოზიციის ქცევაზე, სხვა უფრო რაციონალური ახსნის მოძებნა უკვე შეუძლებელია. მოდით მივყვეთ ფაქტებს. მოულოდნელად შიმშილობა დაიწყო ელენე ხოშტარიან. მეორე დღეს პროტესტს გედევან ფოფხაძე შეუერთდა და სანამ შეწყვეტდნენ, გავიგეთ, რომ პროტესტი არა ხელისუფლებას, არამედ ოპოზიციას მიემართებოდა. ანუ თუ ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, შიმშილობა შეწყდებოდა. ბოლოს 8 პარტიამ, საიდანაც ერთ-ერთის ლიდერი თავად ხოშტარია, მოაწერეს ბოიკოტს, ანუ ხოშტარიამ საკუთარ თავს პირობა მისცა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა. შიმშილობა შეწყდა, თუმცა ეს პარტიები ისედაც არ აპირებდნენ ამ პროცესში მონაწილეობას და მთავარი კითხვა რა მოხდა. ხომ არ იყვნენ გახარიას და ხაზარაძის პარტიების გარდა სხვა მსურველები და ხოშტარიამ ხომ არ ეცადა არასასურველი პროცესის დაბლოკვა და დაზღვევა. რაც შეეხება გახარიასა და ხაზარაძის პარტიებს, ჯერ კვლავ მონაწილეობის იდეას ემხრობიან, ამიტომაც სპეცდესანტის როლი თამარ ჩერგოლეიშვილმა საკუთარ თავზე აიღო და დღეში მინიმუმ ერთხელ თავს ესხმის. ჩერგოლეიშვილის ერთ-ერთი ბოლო ბრალდება ლელო ხმებს ავრცელებს, რომ მათი მერობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იქნება. შიდა ბრძოლების პარალელურად ოპოზიციაში აღიარებენ, რომ არეულობა და დესტრუქცია ერთადერთია, რასაც პოლიტიკური მარცხის ფონზე ხელისუფლებასთან დაპირისპირებაში მიმართავენ. ექსტრემიზმი ყოველთვის ცუდი არ არის, ამტკიცებს ჩერგოლეიშვილი, რითაც მმართველი გუნდის არგუმენტებს ამყარებს და უცხოელ მოკავშირეებსაც ამხელს, რადგან ქართული ოცნების მთავარი პრეტენზია საერთაშორისო პარტნიორების მიმართ სწორედ რადიკალიზმის მხარდაჭერა. ექსტრემისტები უკვე აღიარებენ, რომ მათი საქმიანობა ექსტრემიზმია, ახლა ჯერი დონორებზია, ექსტრემიზმის დაფინანსებამდე შეწყდეს, მოითხოვს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის ფულით გამართულ აქციაზე რუსთაველის გამზირზე გაისმა დამხობის მოწოდებები. ახლა ევროკავშირის ელჩმა უნდა განმარტოს, ემიჯნება თუ არა აი ამ რევოლუციურ გეგმებს. დიდი ხმაური დაანონსებული და ერთკვირიანი მობილიზების ფონზე გამართული აქცია მორიგი იმედგაცრუების საღამოდ იქცა თავად ოპოზიციისთვის. ნაწილი სააკაშვილის სურათებს აპროტესტებდა, ნაწილი სალომე ზურაბიშვილს ესხმოდა თავს, რაც მოძრაობაში მას ახალი ზედმეტსახელი სათითურებიანი შულერი უწოდეს, რადგან ზურაბიშვილმა მართლაც ყველა დააბნია. არც ბოიკოტი და არც არჩევნებიო. სამაგიეროდ ყველა გამხიარულა პაატა ბურჭულაძემ, ჯერ მერიას თხოვა, დინამოს უთხარი სტადიონი დაგვითმოსო, შემდეგ მოითხოვა ფული გადაგუთხადეთო, მოკლედ იმდენ იქნა, რომ კახა კალაძისგან დინამო არენის არა, მაგრამ ერთი მინი სტადიონის დაქირავების პირობა მიიღო. ასეთია სიმულაცია, რომელშიც რადიკალური ოპოზიცია ცხოვრობს და რომელიც გარე აქტორების მიერ ისევ რეალობად ცხადდება. ხელისუფლებას ოქსფორდის ლექსიკონიდან ტერმინთა განმარტება მას შემდეგ დასჭირდა, რაც ბრიტანეთში ვერ გაიგეს თუ რატომ ადანაშაულებს ოცნებას საელჩოს ექსტრემიზმის მხარდამჭერი ჯგუფების დაფინანსებაში. მმართველი გუნდი პარტნიორებს რეალობის აღქმისკენ და ანტიქართული რიტორიკის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ფაქტებზე დაფუძნებული ბრალდებები კი ასეთია. ბრიტანეთის ელჩმა ვენის კონვენცია დაარღვია და არჩევნებში აგიტაციის სახით ჩაერია, ასევე ბრიტანეთის საელჩომ დაარღვია სტრატეგია
სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, სადაც სუვერენიტეტის პატივისცემა დადასტურებული და მესამე ბრიტანეთის საელჩო ცდილობდა დაეფინანსებინა ადამიანები, რომლებიც ექსტრემიზმის ფლაგმანები არიან ქართულ პოლიტიკაში. წარუმატებელი დღეები აქვს ოპოზიციის მიერ გაღმერთებულ ჯო უილსონს, ჩავარდა ნაცმოძრაობის მეგობარი კონგრესმენის და მისი მოკავშირე რადიკალების მორიგი კამპანია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. თითქოს ისინი ზრუნავენ ქვეყნის ინტერესებზე, ქართული ოცნება კი არაფერს აკეთებს. ეუთო საპარლამენტო ასამბლეამ სწორედ საქართველოს დელეგაციის მოთხოვნა გაითვალისწინა და რეზოლუციაში სირიის ახალ ხელისუფლებას ოკუპირებული რეგიონების აღიარების გაუქმება მოსთხოვა, რაც დიდი მიღწევაა იმ ფონზე, რომ ეუთო როგორც წესი ერიდება მკვეთრ მოწოდებებს არაწევრი სახელმწიფოების მიმართ. თუმცა რადიკალების მთავარი მარცხი მაინც 26 ოქტომბრის არჩევნებს უკავშირდება. სპეკულაციები ეგრეთ წოდებული გაყალბების თემაზე დაასრულა ეუთოში შვეიცარიის დელეგაციის ხელმძღვანელმა დანიელ ფეზლერმა თქვა, რომ აკვირდებოდა არჩევნებს, პროცესი იდეალურად იყო ორგანიზებული, არანაირი დარღვევა არ ყოფილა. ხო ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ფრაგმენტი მისი გამოსვლიდან. პირველ რიგში საქართველოს წარმომადგენელმა გვაცნობა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. სწორედ ამიტომ აქვს შვეიცარიას დამცავი მანდატი და ინარჩუნებს დიპლომატიური შუამავლობის როლს. სწორედ ამიტომ საქართველოში არსებული ვითარება და მათი ურთიერთობები რუსეთთან ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით. გასულ წელს იქ არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში ვიყავი. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, როდესაც შევხვდით, არჩევნების მეორე დღეს გამართულ ბრიფინგზე იქ პრეტენზია არავის ჰქონია. არჩევნების მეორე დღეს ბრიფინგზე ვკითხეთ საკუთარ თავს. როგორც ჩაიარა არჩევნებმა, ჩვენ დავადგინეთ, რომ არჩევნები იდეალურად იყო ორგანიზებული, სამართლიანი არანაირი დარღვევა არ ყოფილა, მაგრამ არჩევნების შედეგი ბევრი ევროპული ქვეყნისთვის სასიამოვნო არ აღმოჩნდა, რაც შემაშფოთებელი იყო და ამიტომ წინადადებას კრიტიკულად მივიჩნევ. ხელისუფლება ნარკომანიასთან ბრძოლის ახალ ეტაპს იწყებს. საკანონმდებლო ცვლილებები უკვე დამტკიცებულია. ორი ინიციატივა, რომელმაც პროცესის მართვა უნდა გააუმჯობესოს, ეხება კერძო სუბიექტების მიერ მეთადონისა და ბუპრენორფინის პროგრამების განხორციელების აკრძალვას და ასევე სახელმწიფოს მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანაზე ახალ რეგულაციებს. კერძო კომპანიები ამ მედიკამენტებს ვეღარ შემოიტანენ. რა იცვლება და რატომ? ყველა აქტუალურ კითხვას ნარკომანიასთან ბრძოლის ახალ სტრატეგიაზე ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯვალაძე უპასუხებს. მოგესალმებით ბატონო მიხეილ, მადლობა რომ ჩვენი სტუმარი ხართ. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოკლედ საკანონმდებლო ბაზა უკვე არსებობს იმისთვის, რომ განხორციელდეს პრემიერ-მინისტრის ეს ინიციატივა, რომლის შესახებაც ბოლო დღეების განმავლობაში ბევრს საუბრობენ საზოგადოებაში. ეს არსი ჩვენმა მაყურებელმა უკვე იცის, ეს არის ის, რომ სახელმწიფო იღებს თელ პასუხისმგებლობას და კერძო სექტორი გადის და არის საუბარი იმაზე, რომ არ დაუშვათ კომერციალიზაცია ამ სფეროში. ხო, აი სად გამოჩნდა ეს ნიშნები? საუბარი არის თეორიულ რისკებზე თუ უკვე პრაქტიკულად არსებულ დამძიმებულ ვითარებაზე. მოდით დავიწყოთ აი საერთო სურათით. უპირველეს ყოვლისა, მადლობა უნდა გადაგიხადოთ მოწვევისთვის, მოგესალმოთ თქვენს მაყურებელს მივესალმოთ და მადლობა გადაგიხადოთ იმავდროულად ამ თემის გაშუქებისთვის, ამ შესაძლებლობისთვის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მართლაც საზოგადოებას ვესაუბროთ ერთის მხრივ იმ დიდ რისკზე, რომელიც ნარკომანიის გავრცელებას აღვირახსნილობას ამ თვალსაზრისით გარკვეული კომერციული სტრუქტურებისას შეიძლება თანახლდეს და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ვისაუბროთ იმაზეც, რა არის ხელისუფლების გეგმა, ხედვა იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა გადაწყდეს ეს პრობლემა. სწორად იქნა აღნიშნული და ამას კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად მივიჩნევ ამას. მე პირადად როგორც მოქალაქე სხვასთავი რომ დავანებოთ, რომ პრემიერ-მინისტრმა, როდესაც პირველად გააკეთა ამ თემასთან დაკავშირებით ესეთი განცხადება, იქ აღნიშნა, რომ სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას ამ თემასთან დაკავშირებით. ეს რა თქმა უნდა ის არის, რასაც ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლება უნდა აკეთებდეს, რაც ამს ის აღმოაჩენს, რომ არის საზოგადოებისთვის მტკივნეული საკითხები, რომელსაც ჭირდება ერთმნიშვნელოვნად გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რომ ვითარება რადიკალურად შეიცვალოს. პასუხისმგებლობით იყო განსჭვალული ეს განცხადება, იმიტომ რომ აბსოლუტურად პირდაპირ ყოველგვარი შეფარვის და ასე ვთქვათ, მოკიბვის გარეშე ითქვა მთავარი საწყისი, ასე ვთქვათ, და პირველ წყარო რა იწვევს ამ პრობლემას, ნარკომანიის პრობლემას, რომელიც რა თქმა უნდა საზოგადოებამაც კარგად იცის თუ რაოდენ დიდი პრობლემაა და მეორეს მხრივ არასდროს ზედმეტი არ არის ამ საშიშროებაზე რომ ვისაუბროთ. ითქვა კონკრეტულად იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად ფსიქოტროპული ნივთიერები, რომელიც სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში გამხდარა ავადმოხმარების საგანი. და ეს საზოგადოებამ იცის. არაფერი ახალი აქ არ თქმულა, ისეთი, რომელიც არ ვიცი ჩვენ სამეზობლოში, სამეგობროში, სანათლეში არ თქმულა და არ გაგვიგია. შესაბამისად ამ პრობლემას მოწესრიგება სჭირდება, ეს გულისხმობს იმას, რომ კომერციული ინტერესის არსებობა ამ შემთხვევაში, როგორც გავლენის მქონე
რაღაცა მოვლენა, რა თქმა უნდა მაქსიმალურად დისტანცირდეს იმ სფეროდან, სადაც კომერციულმა ინტერესმა შეიძლება განაპირობოს წახალისება საზოგადოების, ცალკეული ადამიანების ახალგაზრდობის, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება ხშირად და მეტად მოიხმარდნენ პროდუქტს, რომლის მეტად გაყიდვით ვიღაც შეიძლება კი ხელს. ბატონო, მაგრამ ეს არის თეორიული ეჭვი თუ არის ფაქტებით დადასტურებული, იმიტომ რომ როდესაც სტატისტიკას ვცდილობდით მოგვეძიებინა, იშვიათი არის, როდესაც აკავებენ ადამიანებს, რომლებიც ამ ცენტრში მუშაობენ და გამოქონდათ ეს ნარკოტიკი გულისხმობ თანამშრომლებს. სხვა რა ინფორმაცია არის თქვენთვის ხელმისაწვდომი? კი, ფაქტები ამასთან დაკავშირებით არსებობს, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი რამ, რაც უნდა აღინიშნოს აქ, ეს არის ინფორმაციის, ხშირ შემთხვევაში ინფორმაციის დეფიციტი. აი როგორც ტრანსპარენტულობის კანონისა და ფარასი არ იყოს, აქაც რა თქმა უნდა სამწუხაროდ საკმაოდ დიდია ინტერესი, რომ გარკვეული გარემოებები ბუნდოვანებით იყოს მოცული. სამწუხაროდ აი მაგალითად კერძო ჩანაცვლებითი თერაპიის ცენტრებისგან მაგალითად ვინ კონკრეტული ბენეფიციარი რაოდენობას მოიხმარს, როგორ მოიხმარს, რამდენად სწორად მოიხმარს, რამდენად ეფექტიანია მკურნალობა, სამწუხაროდ ამის თაობაზე ინფორმაცია არ აწვდიან ეს ცენტრები სახელმწიფოს ინფორმაციას. სამწუხაროდ ეს ინფორმაცია სახელმწიფოსთვის ხელმიუწვდომელია ამ დრომდე, თუმცა ამაზე იყო ზუსტად კანონი, რომელიც მიღებულია, ერთ-ერთი მისი მთავარი ფრაგმენტი, ასე ვთქვათ, სწორედ ეს გახლავთ, ეს ვითარება შეიცვლება ძალიან მალე. და მეორე მნიშვნელოვანი, იმდენი ფაქტია ამასთან დაკავშირებით, ისეთი ფაქტი, რომელიც პირდაპირ შეიძლება მოწმობდეს ავადმოხმარების ფაქტებზე, რომ აქ ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ამ პრობლემას დიდი მასშტაბი აქვს, მაგრამ უფრო ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ ფუნქციურად ყველა ის პროგრამა, რომელიც მოწოდებულია, რომლის დანიშნულებაც არის, რომ განიკურნოს ადამიანი, აი ეს ადიქცია შემცირდეს, რაღაცნაირად ნაკლებად დამოკიდებულება არსებობდეს, ის ფუნქციურად ვერ ასრულებს თავის მოვალეობას და რეალურად ის არამც თუ არაქმედითია, არამედ პირიქით არსებობს დიდი ინტერესი, რომ არც არავინ არ დაეხსნას ნარკოტიკს და პირიქით ეს გრძელდებოდეს, რატომ? იმიტომ რომ რჩებოდეს მომხმარებლად იმ კომერციული, ასე ვთქვათ, ინდუსტრიისა, რომლის მიზანიც არის რაც შეიძლება მეტი ნარკოტიკული საშუალება შემოდიოდეს ქვეყანაში, რაც შეიძლება მეტი იყიდებოდეს, რაც შეიძლება მეტად ზვირად. ინფორმაციაზე წვდომა თქვენ გჭირდებათ სრულყოფილი სტატისტიკისთვის, გარკვეული ანალიტიკური სამუშაოსთვის, მაგრამ აქ მთელი რიგი წუხილები მოვისმინეთ პერსონალური მონაცემების დაცვის, გარკვეულ რისკებთან დაკავშირებით, რომ შეიძლება ეს სრულად არ იყოს უზრუნველყოფილი და ასევე ეჭვები იმის თაობაზე, რომ კონტროლი საზოგადოების ამ ჯგუფზე შეიძლება იყოს გამოყენებული ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური მიზნების. ოპოზიციის მთავარი წუხილი მოკლედ არის სამიმართულებით და განცხადებებით თქვენც მოისმენთ. იცით, საკმარისია, ოდნავ ჩაუღრმავდეთ საკითხს და არ დავრჩეთ ზედაპირზე და შორიდან მაცქერლების როლში და ყველაფერი ნათელი იქნება, რომ ეს არის გამონაგონი პრობლემატიკა, მაგალითად პერსონალური მონაცემების დაცვა და უცველობასთან დაკავშირებით. უხეშად რომ ვთქვათ, ძალიან ბევრ ისეთ პროგრამას წარმართავს სახელმწიფო, სადაც ძალიან მაღალია, რა თქმა უნდა, ინტერესი პერსონალური მონაცემის დაცვისა და სახელმწიფო როგორღაც ახერხებს იმას, რომ პერსონალური მონაცემები იყოს კი ნამდვილად დაცული აბსოლუტურად სრულფასოვნად. დაწყებული შიცის პროგრამით, დამთავრებული ტუბერკულოზით. მე არ მგონია, რომ ეს საზოგადოებას ოდესმე სადმე შეხვედროდა, რომ აქ მაგალითად პერსონალური მონაცემების კუთხით რაიმე ირღვევა. და მეორე, სულ ახლახან არ იყო წინამოწვევის პარლამენტში მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტი პერსონალური მონაცემების დაცვისა, რომელიც ზუსტად პრაქტიკულად აი ყველა ასოცირების შეთანხმებით იყო გათვალისწინებული, ეგრეთ წოდებული GDPR-ის ვალდებულებების, ასე ვთქვათ, ტრანსპოზიცია უნდა მოხდარიყო ჩვენ კანონმდებლობაში. ამიტომ საკმაოდ მაღალი სტანდარტის საკანონმდებლო აქტი გვაქვს, რომელიც არის კი გარანტი ნამდვილად იმისა, რომ პერსონალური მონაცემები დაცული იქნება. კერძო ცენტრებში ადამიანები, რომლებიც დადიოდნენ და მათ შორის ერთგვარად ეს იყო ანონიმურობის მიზეზითაც, ერთ-ერთი მიზეზი იყო განპირობებული, ეს ანონიმურობა იქნება შენარჩუნებული. დიახ, როგორც ეს არის, რა თქმა უნდა, არაერთი ბენეფიციარის შემთხვევაში, რომელიც არის მოსარგებლე სახელმწიფოს პროგრამებისა. და მეორე მთავარი, ესეც არ დაგვავიწყდეს, რომ იცით, ქალაქის შუაგულში რო ცენტრი ფუნქციონირებს და იქ რო ყოველდღიურად ადამიანი დადის კონკრეტული ნარკოტიკული საშუალების მოსახმარად, რომელიც ყველა მიცის იქვე მაცხოვრებელმა, რომ ეს არის ამ დანიშნულების და ფუნქციის დაწესებულება.
იქ ანონიმურობასთან დაკავშირებით არ ვიცი, მე არ მგონია რომ ეს ანონიმურობაა რაც იზიდავს კერძო სექტორში ამ შემთხვევაში. ეს ლოკაციების ცვლილება არის თუ არა პრობლემატური, რომ ხელმისაწვდომობის საკითხზე გამახვილდა ყურადღება, ხომ არ შეექმნებათ პრობლემები გადაადგილების თვალსაზრისით, იქნება ეს ტრანსპორტი თუ სხვა რა, მაგალითად, იმიტომ აქ ორი ინტერესი, ერთი არის მოსახლეობის ინტერესი, რომ ეს ცენტრი გავიდეს, მაგრამ მეორეს მხრივ ბენეფიციარები პროგრამის მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ადვილად კონდეთ წვდომა ან ცენტრებზე, როგორ უნდა დაბალანსდეს ეს. და ხო არ გავს ეს ნარკომომხმარებლების გარიყვას, იმიტომ რომ ეს კითხვაც ისმის, იმიტომ რომ გასაგებია რომ ეს არის პრობლემა და მოსახლეობის დიდ ნაწილს შესაძლოა უქმნიდეს პრობლემას, მაგრამ არის მეორე მხარე ეს ადამიანები, ვინც ნარკომომხმარებლები არიან. საქმე იმაში გახლავთ, რომ ერთის მხრივ უნდა ვთქვათ, რომ რა თქმა უნდა გვესმის ნარკომომხმარებლის ინტერესი, ბენეფიციარის ინტერესი, მაგრამ რასაკვირველია, რომ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ იმ ადამიანების ინტერესს, რომლებიც მეზობლად ცხოვრობენ. ამიტომ აქ მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად დაბალანსებულია მიდგომა ყველგან ასეა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, რომ ეს რა თქმა უნდა ხორციელდებოდეს იმგვარად, რომ იმავდროულად მაგალითად პოპულარიზაციის კომპონენტი ამაში ყველაფერში არ იყოს. მიჩვევადობა იგივე ახალგაზრდა თაობისა აქ არ არსებობდეს. ამიტომ გადაწყვეტილება ამის შორს გადატანასთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად მართებული. თუმცა, რა თქმა უნდა, ამაზეც აღინიშნა, რომ შესაძლოა პირველივე გამოსვლისას პრემიერ-მინისტრის აღინიშნა, რომ ბენეფიციარი და საჭიროების მქონე ადამიანი, რასაკვირველია, რომ საჭირო მედიკამენტის და მკურნალობის გარეშე ის არ დარჩება არც ერთ შემთხვევაში. მე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენი მიზანი არ არის და არ ვერჩით არც ერთ შემთხვევაში ნარკომომხმარებელს. ჩვენი ამოცანაა, რომ რამენაერად ვერჩოდეთ და დავამარცხოთ ის ინტერესები, რომელიც გულისხმობს ნარკომომხმარებლებზე ხელის მოთბობას. კომერციული ინტერესების დაკმაყოფილებას. ეს არის ალბათ მნიშვნელოვანი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი არ გახლავთ ის, რომ რომელიმე ბენეფიციარს პრობლემა შეუქმნათ, მაგალითად, ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. არამც და არამც ეს არ არის ჩვენი მიზანი, ჩვენ პირიქით შევეცდებით მაქსიმალურად, რომ ეს იყოს ხელმისაწვდომი ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი პარამეტრის მიხედვით. ფასი იქნება ეს თუ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, თუ ნებისმიერი სხვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო ეს ყველაფერი ხორციელდებოდეს ქალაქის შუაგულში, იქ სადაც მაგალითად ბავშვები იყრიან თავს. აი ამიტომ მე ვფიქრობ აბსოლუტურად ლოგიკური დაბალანსებული მიდგომა. ნარკომანის დამარცხება ეს ლეგიტიმური ინტერესია სახელმწიფოსი, მაგრამ მეორეა რომ ეს ადამიანები კერძო ცენტრებში და სახელმწიფო ცენტრებში ერთ და იგივე ხარისხის მომსახურებას იღებენ, თან მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ძირითადად მეტადონის პროგრამა მოქმედებდა სახელმწიფო ცენტრებში, ხოლო ეგრეთ წოდებული სუბოქსინის პროგრამა კერძო ცენტრებში და თუ არ ვწდებით თანხაც იყო კონკრეტული გადასახდელი, თავიდან იყო 1000 ლარამდე, მე ყოველდღიურად 30 ლარამდე, თუ ვწდები შემისწორეთ რა თქმა უნდა, ანუ ერთი და იგივე ტიპის მომსახურებას იღებენ ეს ადამიანები და მომავალშიც ექნებათ ამ მათ საშუალება, რომ იგივე ტიპის საშუალება მოიხმარონ. მომსახურების ღირებულებას რაც შეეხება, ესეც ვარირებს, ამაზეც არ ვფლობთ, რა თქმა უნდა, სრულ ინფორმაციას, რა მომსახურებაში ვინ რას იხდი და ეს არ არის ჩვენი საქმე, ამ წუთას არ ყოფილა ინფორმაცია ჩვენთვის ხელმისაწვდომი, არ შემიძლია ამაზე ზუსტი პასუხის მოცემა, მაგრამ ეს რომ იაფიანი სერვისი არ იყო, ეს დანამდვილებით შემიძლია ვთქვა. ეს საზოგადოებაშიც მუსილებს ესაზრი და ყველასთვის ეს გარემოება ცნობილია. რაც შეეხება საკითხს იმის თაობაზე, იქნება თუ არა ხელმისაწვდომი ეს სერვისი კვლავ. დიახ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო სწორედ რომ პასუხისმგებლობას აიღებს, რომ ყველასთვის იყოს სერვისი ხელმისაწვდომი. თუმცა აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ვერ იქნება უბრალოდ ლეგალური ფორმა ნარკოტიკების მიწოდების და ნარკომოხმარების ლეგალური ფორმა ეს ნამდვილად ვერ იქნება. ამას ექნება ის კომპონენტი, რომელიც გულისხმობს განკურნებაზე ორიენტირებას, მხარდაჭერას ბენეფიციარს. სხვა შემთხვევაში, არ ვიცი, აი რამდენად ლოგიკური იქნება, რომ იგივე აი როგორც გვიყვარს ხოლმე თქვა გადასახადის გადამხდელის ფულით უბრალოდ ვინმე მოიხმარდეს ნარკოტიკს. ეს ალბათ კითხვებს გააჩენია, ხო? ამიტომ თუ ამ კომპონენტს არ გავითვალისწინებთ, რომ ამას უნდა კონდეს ორიენტირება და სწორება განკურნებაზე, რაც შეიძლება მეტად რომ დაშორდეს ადამიანი ადიქციას, რასაკვირველია, რომ სხვაგვარად ამას ახსნა ვერ ეხლა რესურსებზეც ვისაუბროთ, იმიტომ რომ ცვლილებები მასშტაბურია, დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო მათი განხორციელების მიზნით, რა რესურსი უნდა ჩაიდოს მატერიალური, ინფრასტრუქტურული, ადამიანური თვალსაზრისით, იმიტომ რომ მაინც არსებობს ეს სტერეოტიპი, რომ ყველაფერი კერძო არის უფრო ეფექტიანი და ხარისხიანი და თითქოს აი როდესაც საჯარო სექტორში გადადის ესა თუ ის დარგი, არ უნდა ელოდო, ასე თქვა, ძალიან მაღალი დონის მომსახურება იქნება თუ სხვა ტიპის რავი მატერიალური მხარე. ხო, აი არსებობს თუ არა მზადყოფნა, რა ტიპის სამუშაოები იქნება გასაწვევი იმისთვის, რომ აი სხვადასხვა მიმართულებით ხარისხი იყოს დაცული. დიახ. პირველ რიგში მე შემიძლია დავასახელო არაერთი ისეთი სფერო, სადაც სახელმწიფო
არამც თუ კონკურენტულ სერვისს თავაზობს საზოგადოებას და მომხმარებელს, არამედ ზოგიერთ შემთხვევაში უკეთესსაც კი. ბევრი ასეთი შემთხვევა ვიცით, დაწყებული საჯარო მომსახურებით და დამთავრებული საჯარო მომსახურებაში გულისხმობს სახელმწიფო სერვისებით, რომელიც არის მაგალითად იუსტიციის სამინისტროს შემთხვევაში და სხვა. მეორე რაც ალბათ აქ აღნიშნას იმსახურებს, ეს გახლავთ საკითხი იმის შესახებ, რომ სახელმწიფო რასაკვირველია, რომ პასუხისმგებლობით უდგება და ბუნებრივია, რომ რესურსი, რომელიც აუცილებელი იქნება იმისთვის, რომ რეალურად ყველა ეს პროგრამა, რომელიც მიზანიც გახლავთ, რომ შეამციროს ზიანი, რომელიც თამდევია ნარკომომხმარებლისთვის, ნარკომანიისთვის საზოგადოდ. რა თქმა უნდა, სახელმწიფო კარგად ხვდება, რომ ამაში რესურსი უნდა ჩაიდოს, ინვესტირება უნდა მოხდეს, იმიტომ რომ საზოგადოებას მიადგეს ამით ნაკლები ზიანი. ის თუ რა მასშტაბის პრობლემაა ნარკომანია, ეს რასაკვირველია, უზარმაზარი პრობლემაა, რომელსაც შეუძლია მაგალითად თუნდაც დემოგრაფიული პრობლემები განაპირობოს ქვეყანაში. განაპირობოს, რა ვიცი, უზარმაზარი ჯანმრთელობის პრობლემებიდან დაწყებული, დამთავრებული მართლაც დემოგრაფიის პრობლემები. ამიტომ ამასთან ბრძოლა რასაკვირველია აბსოლუტურად გამართლებულია, რომ ამაში დაიხარჯოს ბევრი ფული მათ შორის, დაიხარჯოს იმიტომ, რომ ჩვენ მოვახდინოთ პრევენცია ძალიან დიდი დანახარჯებისა. რამდენი ჯდება მაგალითად, არ ვიცი, თუნდაც ის არ ვიცი, ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამები უამრავი ადამიანის, რომელსაც ეს ჭირდება ადიქციიდან გამომდინარე, ან იგივე სამედიცინო საჭიროებები, რომელიც უჩნდება და რასაკვირველია, ხა ჯანმრთელობას რო სპობს ნარკომოხმარება, ეს ხომ ყველასთვის ცნობილია. ის რომ მაგალითად ამის შემცირებას, ნარკომანიაზე დამოკიდებულების შემცირებას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, რომ თუნდაც სამედიცინო ხარჯები დაზოგოს, ეს მე მგონი ყველასთვის ნათელია, ძალიან სწრაფად შეიძლება ამონაგები აი ამ დანახარჯებიდან გამოჩნდეს. კი ბატონო, ვისაუბროთ ექიმებზეც. მუშაობენ თუ არა უკეთესი კვალიფიკაციის ექიმები კერძო დაწესებულებაში, ეს კითხვაც ისმის და ასევე, როდესაც ეს პაციენტთა რაოდენობა ბუნებრივად მოემატება, ახლა უკვე სახელმწიფო დაწესებულებებს, აუა თუ არა ის მედპერსონალი, რომელიც არის. ანუ რა ბედიელის იმ ადამიანებს, ვინც მუშაობენ ამ კერძო კლინიკებში, ვინაიდან ზოგიერთი კლინიკა მხოლოდ ჩანაცვლებით თერაპიაზეა ორიენტირებული. დიახ, კი, სხვადასხვა პროფილით მუშაობენ, ბევრი კვალიფიციური ექიმია ქვეყანაში. საკმაოდ ბევრი, თუმცა ეს არ არის ის სფერო, სადაც აბსოლუტურად დეფიციტის გარეშე ვართ, არსებობს ეს პროფესიული დეფიციტები, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ სახელმწიფო სტრუქტურებში დღეს მუშაობენ იმ კვალიფიკაციის პროფესიონალები, რომელზე აღმატებული და უფრო მეტი კვალიფიკაციისა მე სხვა არ მეგულება. რეალურად არავის სტოლს არ დაუდებენ, რეალურად ის ხალხი, ვინც მუშაობს ჩვენს სისტემაში. ამიტომ ეს უნდა ვთქვა, რომ აუცილებლად დასაფასებელია და პატივსაცემია იმ ადამიანების შრომა, რომლებიც მუშაობენ ჩვენს სახელმწიფოში. რაც შეეხება გაზრდილ რაოდენობას, რამდენად აუვა. რა თქმა უნდა, ეს ზუსტად იმის პროპორციულად, რაც იქნება მოთხოვნა და საჭიროება, ამას მუდმივად ამაზე გვექნება თვალყური ნადევნები, გაკეთდება პროგნოზებიც და შესაბამისად ამის მიხედვით დაიგეგმება პროცესი. პირველადი პროგნოზები და მონახაზი ამასთან დაკავშირებით გაკეთებულია, რეალურად ამის მიხედვით ჩვენ უკვე ვმუშაობთ რეალურად იმ გეგმების განხორციელებაზე, რომლის მიხედვითაც აი ახალი კანონის მიხედვით 15 აგვისტოდან გარკვეული ასე ვთქვათ ნაწილი უკვე ახალი მომხმარებლებისა უნდა მივიღოთ. თუმცა მე არ მგონია, რომ ეს იყოს რაღაცა ისეთი დიდი დატვირთვა და ისეთი დიდი რაოდენობა ადამიანებისა, რომელთა საჭიროებების გამკლავება შეიძლება გაუჭირდეს სახელმწიფო სტრუქტურებს, რომელიც ამაზე იმუშავებს. კონტროლის ფუნქციასაც სახელმწიფო სრულად იღებს საკუთარ თავზე და ეს ხაზგასმულად ყველა გამოსვლაში ყურადღება არის გამახვილებული, რომ მიდგომა იქნება უმკაცრესი, მაგრამ აი რა ფორმით პასუხისმგებელი ორგანო უწყება უკვე თუ არის გამოყოფილი, როგორი იქნება სიხშირე, ეს შემოწმებები იქნება, თუ არის ჩამოყალიბებული, ასე ვთქვათ, აი ეს რეგლამენტი რა ნაწილში როგორ გაკონტროლდება, მათ შორის ექიმების ნაწილშიც, იმიტომ რომ აი ესეც ითქვა, რომ რამდენი საჭიროების მიხედვით არის თუ არა ესეთვის მედიკამენტი გამოწერილი, ესეც ალბათ შესამოწმებელია ამ შემთხვევაში. აი არსად ისე აქტუალური არ არის, ასე ვთქვათ, კომპლექსური მიდგომების საჭიროების პრინციპი აქტუალური, როგორც ეს არის ნარკომანიასთან ბრძოლის საქმეში. იმიტომ რომ აქ ჩვენ ვერ ვნახავთ ვერც ერთ შემთხვევაში, რომ სადღაც ვიპოვოთ სიმძიმის ცენტრი და ეს პრობლემა გადავატრიალოთ. ეს შეუძლებელია. ამას ჭირდება ყველა ფრონტიდან შეტევა. სხვაგვარად უბრალოდ განწირულია ნებისმიერი საქმე წარუმატებლობისთვის. აი ამიტომაც ეს მიდგომაც ასახულია, პრემიერი როდესაც გამოვიდა პირველად ესაუბრა, ეს აღინიშნა, რომ ყველა მხრიდან ჭირდება შევიწროება ამ პრობლემას, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს საზოგადოებისთვის ზიანი. ეს არის მნიშვნელოვანი. დაწყებული
არ ვიცი, ჩანაცვლებითი თერაპიის ცენტრების ლოკაციებით, რომ ის არ იყოს მაგალითად შემაწუხებული საზოგადოებისთვის, იმავდროულად მაგალითად ფსიქოტროპული საშუალებების ავადმოხმარებით. უნდა მოისპოს და მოიძირკოს ინტერესი, რომელიც შეიძლება კულტივირებას ახდენდეს იდეისა, რომ რეალურად მაგალითად გადასარევია ნარკოტიკის მოხმარება, ან ზედმეტად უნდა მოიხმაროთ რომელიმე ფსიქოტროპული საშუალება და ასე შემდეგ. მოკლედ ამ ყველაფრის აი კომპლექსურად მიდგომის შემთხვევაში რეალურად ის მოხერხდება. ცალკე უწყება იქნება კონტროლის არა, ეს იქნება გაბნეული. ჯერ ერთი ჩვენ აქ გვჭირდება გავითვალისწინოთ, რომ ამას მარტო ჯანდაცვის სამინისტრო არ შეებრძოლება და ვერ შეებრძოლება მარტო. ის არ დარჩება ჯანდაცვის სამინისტრო მარტო ამ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, ჩვენ გვეიმედება სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობის აქტუალურად განათლების სამინისტროსთან ერთად გვექნება ძალიან ბევრი პროექტი, იმიტომ რომ მაგალითად საზოგადოებას ახალგაზრდა თაობას უნდა ვესაუბროთ იმაზე, რა მძიმე შედეგი შეიძლება მოსდევდეს ნარკოტიკების მოხმარებას და ასე შემდეგ. მოკლედ ამ ყველაფრის ფონზე ესეც გასათვალისწინებელია, აი ამ კომპლექსურ მიდგომაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება მხარდაჭერა, აი ასე ვთქვათ, სინქრონული მუშაობა სხვადასხვა სტრუქტურების. და აქ არ დაგვავიწყდეს, რომ მათ შორის ეს ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური თემაც კი გამხდარა, ამაზეც ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა, როდესაც კი სამწუხაროდ იყო და ეს არ არის სრულებით არ გახლავთ რაღაც მოგონილი შეთქმულების თეორიები, კი სამწუხაროდ იდეის პოპულარიზაცია, რომ ნარკოტიკების მოხმარებაში უნდა ვხედავდეთ თავისუფლებას, ეს სამწუხაროდ ეს იდეა ლიბერალურმა მიდგომამ მნიშვნელოვნად დაამძიმა ვითარება, მაგრამ აქ საინტერესოა კონკრეტულად რა იგულისხმება, იმიტომ რომ ეს პრინციპი, რომ მომხმარებელზე საჭიროა ზრუნვა, გამსაღებელი კრიმინალია და მას სამბრძოლო, ეს თითქოს ყველასთვის მისაღები იყო აქამდე, მაგრამ აი დაფინანსებულ კამპანიებში რა იგულისხმება, სათხდებოდა ეს პროპაგანდა, წახალისება, შეგიძლიათ უფრო დაგვიკონკრეტოთ. კი, საქმეც ამაშია, ხშირ შემთხვევაში დამკვიდრებული იყო აზრი, მათ შორის პროფესიონალებს შორის, მათ შორის საზოგადოების წევრებს შორის და ეს ერთგვარად განიხილებოდა არაერთი თეორია ამასთან დაკავშირებით და არა მხოლოდ საქართველოს პრაქტიკა მიანიშნებს ამაზე. მსოფლიო ისტორიაში შეგვიძლია ვნახოთ, მათ შორის, როდესაც არ ვიცი, კოლონიალისტური მიზნებით შეიძლება იყოს გამოყენებული მაგალითად ამ იდეის კულტივირება სხვადასხვა სახელმწიფოების დაცვის სახით არის მიწოდებული. ჩვენ არ ვიმეორებ და კიდევ ერთხელ აუცილებლად უნდა გავიმეოროს, რომ ჩვენ არ ვერჩით ნარკომომხმარებელს, ჩვენ ვერჩით ხალხს, რომელიც ნარკოტიკის მოხმარებაზე ცდილობს ხელის მოთბობას, სარგებლის ნახვას. აი ეს არის მთავარი განმასხვავებელი. ისიც უნდა გავითვალისწინოთ და არ დაგვავიწყდეს, რომ ნარკოტიკის მოხმარება ლიბერალური მიდგომა ნარკომომხმარებელთან ეს ერთი რამ არის, მაგრამ მეორე რამ არის, როდესაც აი ამის ნიღბის ქვეშ იმალება სხვა განწყობა, როდესაც არსებობს ინტერესიც, მოტივაციაც, სურვილიც, რომ დაამკვიდრო აზრი, რომ ეს არის ნორმა, რომ ეს არის წესი, რომ ეს არის კარგი. სინამდვილეში ეს არ არის კარგი. კი ბატონო. და არაფერს კარგს არც ერთ ახალგაზრდას ნარკოტიკის ვისაუბროთ ფსიქოტროპულებზეც. მოდით გითხარით პირველ რიგში რა სამბობს სტატისტიკა ამ თვალსაზრისით და რამდენად სწორია გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფო იყოს მთავარი შემომტანი ასეთი ტიპის მედიკამენტების. რას გვეუბნება სტატისტიკა? რატო გაჩნდა ეს პრობლემა? აქაც ლოგიკური პარადიგმა ამასთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად იდენტური. ამ შემთხვევაში, როდესაც არსებობს იმპორტიორი, აი დაუშვათ მე ვთქვათ, არ დაკავებული ვარ ამ ბიზნესით, ჩემო მაქვს კონკრეტული რაღაც სულ ერთია რა საშუალება. ჩემი ამოცანა, რომ გავმდიდრდე, მეტი შემოსავალი მქონდეს, უკავშირდება იმას, რომ ამ კონკრეტული საგნის, ამ პროდუქტის მეტად მოხმარება ფიქსირდებოდეს საზოგადოებაში. მაგრამ ამას ამ პრეპარატებს უწერენ ექიმები, ხო პაციენტებს. ეს გავიგებ, მაგრამ შესაბამისად, მაშინ სად არის აქ სახელმწიფო? საქმეც ამაშია, რომ სამწუხაროდ ეს ფარმაცევტიკაში აპრობირებული რამ გახლავთ, ეს არ არის არც ახალი ამბავი და არაფერი სხვა, მხოლოდ ფსიქოტროპულს ეს არ ეხება. სამწუხაროდ მარკეტინგული აქტივობები, რომელსაც მიმართავენ ამ შემთხვევაში კომერციული სტრუქტურები, მათ შორის გულისხმობს იმას, რომ ამ შემთხვევაში ექიმების წახალისებაც მოხდეს მაქსიმალურად, საიმისოთ, რომ ეს ინტერესი, როდესაც არსებობს ამის, რომ რაც შეიძლება პოპულარული იყოს რაღაცა კონკრეტული პროდუქტი, უფრო მეტად მოხმარებადი, ეს კულტივირებადია სამწუხაროდ. როდესაც ექიმთან ყოფილვართ, მსგავსი ტიპის სხვადასხვა აქტივობა, როდესაც თუნდაც ფლაიერის სახით გთავაზობენ, მაგრამ სახელმწიფო ამას ფლაიერს მიღმა, მაგალითად შესაძლოა, მაგრამ როგორ დაარეგულირებს სახელმწიფო ამ პრობლემას? საქმეც ამაშია. მხოლოდ ფსიქოტროპულებსაც არ ეხება. იცით რა შეესახება? პირველი, ინტერესი, რომელიც განაპირობებს, რომ მაგალითად იყოს ხშირად მოხმარებადი, მეტად მოხმარებადი, იქ სადაც შეიძლება ერთი ტაბლეტით შემოიფარგლებოდეს პაციენტი, როდესაც ინიშნებოდეს შეიძლება 2 და 3 ინტერესს თუ მოხსნი, რომელი ინტერესიც განაპირობებს ამის ზრდის
საჭიროებას, ამ შემთხვევაში ბუნებრივია, რომ ბევრი რამ გამარტივდება სახელმწიფოსთვის, რომ მაგალითად კონკრეტულად კონტროლის მექანიზმები იყოს ბევრად უფრო ეფექტიანი, გაცილებით უფრო ნაკლები იყოს მასშტაბი, რომელიც შეიძლება ამას მიეცეს. ჩვენ გვაქვს ძალიან ცუდი პრეცედენტები, მაგალითად იგივე რეცეპტთან დაკავშირებით. საკმაოდ დიდია, მაგალითად, როდესაც ხედავ, რომ საშუალო ევროპული მაჩვენებელი, როდესაც კონკრეტული მედიკამენტის არის რაღაცა N რაოდენობის და 4-ჯერ N რაოდენობა გაქვს იმ კონკრეტულ მედიკამენტთან დაკავშირებით, შეიძლება სხვა მედიკამენტზე ნაკლები ქონდეს, აქ მეტი გაქვს, ეს რა თქმა უნდა მიანიშნებს იმაზე, რომ აი ესეთი არასტანდარტული ქცევა შეიძლება აიხსნებოდეს მხოლოდ ასეთი კომერციული ინტერესებით. აი აქედან გამომდინარე, პრაქტიკულად მტკიცებულების დონეზე შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ რეალურად ჩვენთან ავადმოხმარების, არასწორად მოხმარების პრაქტიკა სამწუხაროდ არსებობდა. რასაკვირველია, არსებობდა კონტროლის მექანიზმები და ეს ხორციელდებოდა უწყვეტად, მაგრამ მიუხედავად ამისა, არის რაღაცა მასშტაბი, რომელსაც სრულად ვერ ამოწურავ, მხოლოდ კონტროლის მექანიზმებით. ამას სჭირდება ინტერესების სწორად დაბალანსება, საიმისოთ, რომ არაფერი მუდმივად, ინტენსიურად ხელს არ გიშლიდეს კონტროლის ეფექტიანად განხორციელებაში. აი სამწუხაროდ ეს არსებობდა, ეს შეიცვლება თვისობრივად და ეს ცვლილება რასაკვირველია ძალიან მალე თვალსაჩინო გახდება საზოგადოებისთვისაც. მხოლოდ იმპორტს არ იღებს საკუთარ თავზე სახელმწიფო, რეალიზაციაც იქნება უკვე თქვენი ფუნქცია, აქ საინტერესოა რა ფორმით მოხდება ეს, ამ სახელმწიფო აფთიაქები იარსებებს თუ არა და თან კერძო სექტორი სრულად გადის თუ რჩებიან მაინც. არა, რეალიზაცია კონკრეტულად შეიძლება გარკვეული ფორმით ეს კვლავ გაგრძელდეს. კერძო კომპანიების მხრიდან ამ შემთხვევაში საუბარი იქნება ისეთ მასშტაბურ მოვლენაზე, როგორც იმპორტია. აი რაც შეეხება საბითუმო ვაჭრობას, ეს ბუნებრივია, რომ იქნება სახელმწიფოს ფუნქცია, ამისთვის ვემზადებით, რეალურად ამაზე დაგვჭირდება საკმაოდ აი ამ პერიოდის განმავლობაში კანონი მიღებულია 1 ოქტომბრამდე ჩვენ დაგვჭირდება ძალიან ინტენსიურად მუშაობა ამ თემაზე, რისთვისაც მზად გახლავართ, დაწყებული გვაქვს ეს მუშაობა და ბევრ ხედავ ამ წუთას რაიმე ფაქტორს, რომელსაც შეუძლია ხელი შეგვიშალოს, რომ ვიყოთ ეფექტურები ამ. მაგრამ შემოიტანს თუ არა სახელმწიფო ყველა მედიკამენტებს. დაახლოებით 122 დასახელების შეიძლება არაზუსტი სტატისტიკაა, მაგრამ ფსიქოტროპული მედიკამენტი შემოდის ქვეყანაში. შემოიტანს თუ არა ყველა სახელმწიფო და ხო არ აღმოჩნდება ისე, რომ შესაძლოა ცალკეული პაციენტები დარჩნენ კონკრეტული წამლის გარეშე და მათ მოუწიათ რაღაც ჩანაცვლება და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ხელისუფლების ოპონენტები მაგალითად იხსენებდნენ ონკოპაციენტების მაგალითს ფსიქოტროპულებთან მიმართებაში, როდესაც მათ სათანადოდ თავის დროზე და დაგვიანებით მიეწოდათ, თავის დროზე ვერ მიეწოდათ და დაგვიანებით მიეწოდათ კონკრეტული პრეპარატები. ხომ არ გაჩნდება მსგავსი ტიპის კრიზისი? სხვათა შორის ონკოლოგიური შემთხვევაში ეს უნდა ვთქვათ, რომ ეს სწორედ ის ეპოქებია, როდესაც კერძო კომპანიების იმპორტი არსებობდა და მათ შორის მარკეტინგული მოტივებით. აი ზოგიერთ შემთხვევაში რომელიმე კონკრეტული მედიკამენტის მარაგის ამოყიდვის ინტერესით შეიძლება გარკვეული ხელოვნური დეფიციტები კიდევაც ფიქსირდებოდა ხოლმე. სხვადასხვა მედიკამენტებთან დაკავშირებით ითქმის ეს ზოგიერთი მარკეტინგის სახელმძღვანელოშიც კი წერია ასეთი ხერხების გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელიც სინამდვილეში მანკიერია ამას სახელმწიფო ყველგან და ყოველთვის ებრძოდა და რა თქმა უნდა ეს იქნება გაგრძელებული ეს ბრძოლა. რაც შეეხება 122 დასახელებას და ასე შემდეგ. ამას სჭირდება რა თქმა უნდა კონკრეტული შესწავლა, ბაზრის შესწავლა, ისე როგორც ამას ვაკეთებთ ნებისმიერი პათოლოგიების შემთხვევაში, ნებისმიერის. არ ვიცი, აი თუნდაც არ ვიცი, აი გაფანტული სკლეროზი იქნება დღეს იყო ეს თემა, იმიტომ გამახსენებთ. კი, ნებისმიერი თემა, რომელსაც არ მივედი, ყველგან გჭირდება გაარკვიო, რომელი მედიკამენტია რელევანტური, რომელია ყველაზე მეტად პოპულარული, რომელთანაც ექნება იოლად ადაპტაციის უნარი ექნება ბაზარზე და ბევრი სხვა რამ და ამ ფაქტორების მიხედვით უნდა მიიღო გადაწყვეტილება, რომელი იყიდო, რომელი არა. მაგრამ ეს დათვლადია, ეს ყველაფერი, ეს კომერციულადაც ყველანაირად გამართვადია, თუმცა კომერციული კომპონენტის გარეშე. მოგულისხმობ, რომ თვითონ სავაჭრო ეს მიწოდების ჯაჭვის აწყობის თვალსაზრისით ეს დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, შეიძლება სხვა სფეროში, მაგალითად სხვა პათოლოგიების მკურნალობის შემთხვევაში გაცილებით რთული იყოს ბაზრის მართვა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, ვიდრე ეს გახლავთ ამ შემთხვევაში ფსიქოტროპული ნივთიერებების შემთხვევაში. თქვენ ახსენეთ სამართალდამცავი უწყებების მუშაობის მნიშვნელობა ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში, სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა არის გამკაცრებული და ამას ეკრანზე ხედავს ჩვენი მაყურებელი, ყოველდღიურად პრაქტიკულად
რეგულად აი პირდაპირ ეთერში მიდის ბრძოლა ამ დანაშაულის წინააღმდეგ, მაგრამ აი ისევ თქვენი ოპონენტების აზრს მოვიშველიებ, რომ ერთია სიმკაცრე, მაგრამ აუცილებლად უნდა არსებობდეს ალტერნატივა ზრუნვის პოლიტიკა მომხმარებელზე, სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით. აი ამ ხრივ რა ვითარება გვაქვს ზრუნვის პოლიტიკის ხრივ ვართ თუ არა იმ საერთაშორისო სტანდარტების დონეზე, რაც აპრობირებული არის, ასე ვთქვათ, იმ ქვეყნებში, რომლებიც მაგალითის მიმცემი არიან ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ხომ არ არის დისბალანსი. მე მოხარული ვარ, რომ აი ბოლო დღეების განმავლობაში მთავარი სათქმელი, აი მთავარი იმპულსი, რომელიც ამოვიდა, ეს გახლავთ ერთი რამ. ნარკოტიკის მოხმარება არ არის კარგი, ნარკოტიკის მოხმარება არ არის ნორმა. ნარკოტიკის მოხმარებას არ შეიძლება შევეგუოთ. ეს არის ის, რასაც უნდა ვებრძოლოთ. აი ეს არის ეს სიტყვა. ამას ამ ბრძოლის ინსტრუმენტად გამოიყენებ. იქ სადაც მაგალითად ნარკოტიკით ვაჭრობა, კი რა თქმა უნდა, ეს არის კრიმინალური აქტი. ამას აბსოლუტურად შეუბრალებელი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, სამართლიანობრივი სტრუქტურა. ამის მიმართ. იმიტომ რომ აქაც ნახეთ იგივე ამბავია. აი ეს რაც თქვი ცოტა ხნის წინ, რომ არ ვერჩი ნარკომომხმარებელს, მაგრამ ვერჩი ადამიანს, რომელიც ცდილობს ამაზე ხელის მოითვას, ნარკომოვაჭრეს. რომელსაც დიახ, რა თქმა უნდა, ინტერესი აქვს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ებმებოდეს მის ქსელში. აი ამიტომ ამას ბუნებრივია რომ ვებრძვით. ამას კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც საქმე გვაქვს კრიმინალურ აქტთან, ამას ბუნებრივია რომ ესაჭიროება ძალიან მკაცრი მიდგომა სახელმწიფოს მხრიდან და ამას აკეთებს სახელმწიფო საბედნიეროდ დღეს. ამას უწყვეტად აკეთებდა და გახსოვთ წლების განმავლობაში არ წყდებოდა თქვა იგივე ნარკომოვაჭრების წინააღმდეგ გარკვეული აქტივობები და ასე შემდეგ, თუმცა ამას სჭირდება აი ინტენსიურობის შეიძლება კიდე ყურადღების მეტად მობილიზება. მათ შორის აი საზოგადოებასაც კი უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ მათთვის აი თითოეული ჩვენი საზოგადოების წევრისთვის სასიკეთო რამ ხდება, როდესაც კონკრეტული ნარკომოვაჭრე აღმოჩნდება. პრობლემა არ გვარდება მხოლოდ მკაცრი ხელით. ამიტომ ყოველ მხრივი, აი ყველა მხრიდან შეტევა არის ჩვენი, აი როგორ გითხრათ, ჩვენი მორალური, პოლიტიკური პასუხისმგებლობა გნებავთ სამართლებრივიც, იმიტომ რომ საზოგადოებისთვის ეს არის დიდი რისკის მატარებელი, დიდი საფრთხეა. საზოგადოებისთვის ძალიან დიდი ზიანი შეუძლია მოიტანოს. ეს აღიარებულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს არ არის ახალი და ორიგინალური რამ, რასაც ვამბობთ, მაგრამ შეტევა ჭირდება იმას, რომ რაც შეიძლება მცირე იყოს მასშტაბი, რომელთაც შეუძლია, მაგრამ აქ ამ შემთხვევაში ვითომ ფსევდოსაც აღარ ვიტყვი, ვითომ ლიბერალური მიდგომების გამო აზრის, ასე ვთქვათ, მიწოდება საზოგადოებისთვის განსაკუთრებით ეს ეხება ახალგაზრდა თაობას, რომ თითქოს ამაში რაიმე რომანტიკულია, თითქოს ამაში რაიმე ნორმა თავისუფლების ჟესტია და ასე შემდეგ. ეს არის დიდი მტკნარი ტყუილი. კი ბატონო, ჩვენ ცოტა დრო გრჩება, ამიტომ უნდა მოვასწროთ იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამის გაფართოებაზეც. კონკრეტულად საუბარია, რომ სახელმწიფო დააფინანსებს გაფანტული სკლეროზისთვის საჭირო როგორც კვლევებს, ასევე მედიკამენტებს. რა ჯდებოდა, რა უჯდებოდა პაციენტს აქამდე, რა დაჯდება ახლა და რა ხო, სხვადასხვა საჭიროება, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი მედიკამენტია, რომელზეც არის საუბარი, ეს არის ძალიან მაღალი დონის, ალბათ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მედიკამენტი, რომელიც ამ თვალსაზრისით გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ არის გამოგონილი და არის აპრობირებული. ეს არის მნიშვნელოვანია აქ აღინიშნოს, რომ საკმაოდ გავრცელებული, საკმაოდ მძიმე დაავადება, რაც ყველაზე მთავარია. ეს არის ვერაგი დაავადება, რომელსაც შეუძლია ძალიან სწრაფად მკურნალობის არქონის ხელმიუწვდომელობის შემთხვევაში ძალიან დიდი პრობლემა შეუქმნას ადამიანის ცხოვრებაზე. არ ვიცი გამოიწვიოს უნარის შეზღუდვა ძალიან ბევრი მიმართულებით და გადაადგილების შეზღუდვა მეტყველების და ბევრი ძალიან ბევრი ნევროლოგიური პრობლემა შეიძლება შექმნას და აქ იყო აი კრიტიკულად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ადამიანისთვის მედიკამენტზე ხელმისაწვდომობაც და კვლევებზეც რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კვლევა ესაფუძვლება შემდეგ მედიკამენტის მიწოდებას. ამიტომ აი ამ ყველაფერზე ერთობლივად აი რაც კი საჭიროება უჩნდება კონკრეტულად ადამიანს გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ იმისთვის რომ პრევენცია მოხდეს, არ გაგრძელდეს იმავნე შედეგების მოტანა ადამიანისთვის, რომელიც შეიძლება იყოს თამდევი ამ დაავადების პროგრესისთვის, ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი ხდება ხელმისაწვდომი და ეს მიხარია, ეს ჩემთვის როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის დასაწყისში თქვი, ახლაც გავიმეორებ, ეს არის დიდი სასიხარულო ამბავი. აი ეს არის საზოგადოების გამარჯვება, ეს არის დიდი ნაბიჯი წინ. მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტი, ხარჯი ამასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდია და წნეხია ეს ბიუჯეტისთვის, საბედნიეროდ დღეს ჩვენ სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, რომ ასეთი გაბედული ნაბიჯები გადადგას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ. ამით ითვლება სხვათა შორის შემდეგ ის წარმატებაც, რომელიც მიხედვითაც მაგალითად არ ვიცი, არაკეთილგანწყობილი ორგანიზაციებიც კი აღიარებენ, რომ ლიდერები ვართ მსოფლიოში
პროგრესის თვალსაჩინო კეთილდღეობის ინდექსის მიხედვით. ეს ხო არის მნიშვნელოვანი. აი ესეთ პარამეტრებს მოაქვს ზუსტად ეს წარმატება. მადლობას გიხდით ინტერვიუსთვის. ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე იყო ჩვენი სტუმარი. იმედი ლაივი დღეს ამით დასრულებულია. ხვალ 23 საათზე გელოდებათ პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუ. მადლობა რომ გვიყურებთ.